გამოცდილების გარეშე მიღებული ცოდნა, ანუ ინსაიტი, ემოცია, განწყობა და ლამაზი მუსიკა, ანუ ჯგუფი ინსაიტი. ჯგუფი ინსაიტი 1995 წელს შეიქმნა ქალაქ ბათუმში. გოჩა ყაჭეიშვილი, ინსაიტის ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი 1965 წლის 20 მაისს დაიბადა ქალაქ ბათუმში. მას ბავშვობიდანვე უყვარდა მუსიკა, თუმცა სკოლის დამთავრებამდე ლედ ზეპელინებისა და ფარფლების მოსმენას ანიჭებდა უპირატესობას. სკოლის დამთავრების შემდეგ გოჩამ საკუთარი ინიციატივით აიღო გიტარა ხელში და სხვების დახმარების გარეშე დაიწყო დაკვრა. გოჩა პროფესიით მხატვარია. მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მაგრამ პარალელურად უკრავდა სხვადასხვა როკ ჯგუფებში, არბალეტში და ბედლამში. გია ჭელიძე დაიბადა 1972 წლის 11 ივნისს ბათუმში. გიას მამას უნდოდა შვილი მხატვარი გამოსულიყო, დედას მუსიკოსი. ამიტომ 6 წლის გიას პარალელურად ატარებდნენ სამხატვრო და სამუსიკო სკოლებში. სამხატვრო სკოლა გიამ სიამოვნებით დაამთავრა და სწავლა თბილისის დიზაინისა და ეკონომიკის ინსტიტუტშიც გააგრძელა. რაც შეეხება მუსიკალურ სკოლას, მისი დამთავრება გიამ მოსაზრებული მასწავლებლის წყალობით შეძლო. პედაგოგმა მოსწავლეს მარტივი და მიმზიდველი წინადადება გაუკეთა. ისწავლე კლასიკა და გასწავლი როკს. როკზე შეყვარებული გია ინსაიტამდე უკრავდა ჯგუფში ძველი ჯინსი. უჩა გუგუნავა დაიბადა 1979 წლის 28 აგვისტოს ქალაქ ბათუმში. უჩა მუსიკით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული, მაგრამ არა კლასიკური. 14 წლის ასაკიდან ის უკვე როკ ჯგუფის წევრი იყო. პროფესიონალურად მუსიკის დაუფლება უჩამ მოგვიანებით გადაწყვიტა. იგი 17 წლის ასაკში შევიდა სამუსიკო სკოლაში კონტრაბასის კლასში. თუმცა საკუთარ გადაწყვეტილებაზე მალევე თქვა უარი. ინსაიტში მისვლამდე უჩა უკრავდა ჯგუფში სახელწოდებით როე. ლევან აფშილავა 1980 წლის 15 მარტს დაიბადა მოსკოვში. განათლება ლევანმა ისევე როგორც სხვა ჯგუფის წევრებმა ბათუმში მიიღო. პირველი ჯგუფი, რომელშიც ლევანი უკრავდა, იყო ექსტაზი. ნინო ქათამაძე დაიბადა 1972 წლის 21 აგვისტოს სოფელ ბობოყვაჩში. ნინოს ოჯახში ძალიან უყვარდათ მუსიკა. თითქმის ყველა წევრი მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს. ნინო ძალიან პატარა იყო სიმღერა რომ დაიწყო. 4 წლის ასაკში კი განდაგანას ცეკვითა და სიმღერით გამოვიდა ბათუმის თეატრის სცენაზე. ნინო ქათამაძე მღეროდა დაბადებიდან, ყოველთვის და ყველანაირ სიტუაციაში. მაგრამ ერთი, გამორჩეული და გამოცდილების გარეშე მისაღებით ცოდნა, ანუ ინსაიტი მას ჯერ წინ ელოდა. გოჩას ჰქონდა კლუბი შაუმიანზე ბათუმში, ანდერგრაუნდი ესეთი, 94 წელი. და იქ მე მიყვანა ჩემმა მეგობრებმა. ირაკლი ანთიძემ რა, გითხარ. და ვისნობდი გამარჯვებით გოჩას ქუჩაში. და ვთხოვე რა, გამოვიყენე ვთხოვე რომ ერთი სიმღერა მომღერა. ეს იყო ზაპადა. სიმღერა ზაპადა. ეს მომღერა და იქ რომ გავედი სცენაზე მე ერთი რა მომღერეთ ერთად. მაშინ მივხვდით რომ აი რაღაც ერთად უნდა გაგვეკეთებინა. ალბათ აი მაშინ დაიბადა ეგ იდეა რომ მოდი რაღაც ვქნათ. მათ თქონდა სახელი არ არსებობდა, მაშინ ყველაფერი მერე მოვიდა თან. და შემდეგი იყო რომ აი გია მოიყვანა უჩა. 15-16 წელს ვიყავი. და ადრე ნათქვამით ხალხს კიდე რა ზოვდა ეგეთი ჯგუფი როე, სადაც უკრავდა აი გია და კიდე ორი მამაკაცი, ასე ვთქვათ, დათო გოგიაშვილი ბარაბანზე და ირაკლი გოგიაშვილი ძმები იყვნენ ბას-გიტარაზე რა. აი მაგ ჯგუფთან დავდიოდი და მქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, სწავლობდი, მასწავლდნენ რაღაც ფოცხალს ვისმენდი ამ ყველაფერს და აი მე მოხდა ის რომ ეგ ჯგუფი დაიშალა. რაღაც პრობლემები, როგორც ხდება ხოლმე რომ იშლებიან, ეგრე დაიშალა ჯგუფი როე რა და ამ პერიოდში დაუკავშირდა გია და გოჩა ერთმანეთს აი იგივე სარდაფში, სადაც ხდებოდა ყველა ისეთი სერიოზული მოძრაობა თუ ხდებოდა რამე, ხდებოდა აი მაგ სარდაფში ბათუმში რა მაგ კლუბში. მაგ გაიცნეს ერთმანეთი და აი კონტაქტები და გადაწყვიტენ რომ ერთად ეცადათ რა. მოიწონათ ერთმანეთი
და დაუკავშირდნენ ერთმანეთს. ამის მერე მოხდა რომ გიამ მიმიყვანა მე უკვე კოჩასთან რაღაც. მე უკვე აი პერიოდია გაგრას რომ დაერქვა ჯგუფში ინსაიდი. მეგობრისგან მithხოვე ესეთი ფსიქოლოგიური ლექსიკონი იყო, აბსოლუტურად სხვა მიზნებისთვის. და დილითაც გადავშალე, რაც მოხდა თვალში იყო პირველი სიტყვა ინსაიდი. ნახე განმარტება. როცა ნახე განმარტება, რატომღაც მომეჩვენა რომ ეს არის, რაც უნდა იყოს. რადგან ჩვენ ფიქრობდით ამდენი ხანი. ინსაიდი არის რაც ნახე ჩვენ ახლა იმ განმარტებით არის მდგომარეობა, როცა ადამიანს ეუფლება მდგომარეობა აი გამოცდილების გარეშე უეც არის ცოდნა მიხვედრა და ცოდნა არსებითი სიტუაციისა მთლიანად. იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვართ ხატრები ორივე სახელოსნო ქონდა კოჩას და ავიღეთ ეს სახელოსნო თავიდან რა. როცა დავიწყეთ მუშაობა და უკვე აი რაღაც პროგრამასავით მოუყარეთ თავი, ეს არის სრული პროგრამა, ჯერ სრული საკონცერტო. გავიგეთ ტადა ფესტივალი თბილისში, ლიგა 96 ესეთი სახელწოდებით. და აგროვებენ აი მონაცემებს და ჩვენც გავგზავნეთ რამდენიმე სიმღერა ჩავწერეთ, გავგზავნეთ. ამდენადაც მე მახსოვს ორ ჯგუფში ორ ნომინაციაში გაიმარჯვა ინსაიდმა, ეს იყო საუკეთესო ტექსტი და საუკეთესო როკ ანსამბლი. არ მახსოვს ნახე გითხრა ზუსტად რომელი რიცხვში სად და როგორ გავიცანი ნინო რა ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მანამდე სანამ მოხდებოდა ინსაიდში რაღაც მანამდე ხერო და რაღაცებს მარტოს აკეთებდა იქვე ფაქტორჯისთანაც კარგი ურთიერთობა მქონდა ნინოს ერთადაც რაღაცებს მეშვეობდა უბრალოდ დიდი ხანია და ძალიან კარგი ურთიერთობა ინსაიდელებთან კონტაქტობდით რა აი პეიჯას ბიძაშვილი უკრავდა გიტარაზე ექსტასში და იქ მოდიოდნენ ხან ჩვენ მივდიოდით მათ რეპეტიციებზე რაღაც ესეთი ახლო კონტაქტი გქონდა და იყო პერიოდი რომ ჩვენ თბილისში მოგვიწია წამოსვლა რაღაც კომუნიკატორის ჩაწერა იყო გადაღება გქონდა და რო ჩამოვედით რეპეტიციებზე იყო გია მოსული ჭელიძე და კონცერტს ვაპირებდით ბათუმში და მეორე დღეს დამირეკა რომ ესა და ესაო მაშინ ედემში უკრავდნენ და ახალი ის იყო თან ედემში დაწყებული დაუკრა და მითხრა რომ ედემშიო მოდიო ხოლო და იქ რომ მივედი მაგ დღეს გადაწყდა რომ ჩვენთან დაუკარიო და აი იმ დღიდან უკვე მოვდივარ ძალიან ბევრი რამე შემიძლია გავიხსენო, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ ამ რამოდენიმე წლის წინ ჩვენს ასე ვთქვათ, მიწვევას მოსკოვში ფესტივალზე მირნა კავკაზე. და ესეთი რამე მოხდა, რომ ეხა ფესტივალზე ფაქტიურად ჩვენ დიდი დრო არ გქონდა, 40 წუთი გქონდა გამოსასვლელად. და იმ 40 წუთში ეტყობა ისეთი რაღაცა ისეთი მუხტი იდო და ისეთი რამე თქვა, რომ მოითხოვეს მერე სოლო კონცერტი ჩვენი. და ეს უკვე დახურულ კლუბში მოხდა. რაც შემიძლია ხა მუსიკაზე რაც შემიძლია თქვა, იყო აბსოლუტური თავისუფლება. მუსიკალურიც, პიროვნულიც და ენერგეტიკულიც და იყო შემიძლია თქვა, რომ 90% იმპროვიზირებული ეს კონცერტი. რო დავამთავრეთ ეს კონცერტი ყველაფერი. როგორ რომ ძალიან ცოტა ხანს უკრავდით რაღაცა ჰაი ცაც ნახევარი. მე რა აღმოჩნდა რომ 3 საათი ნახევარი უკრავდით, როგორ მე ვერ იგისმენ რა. Ბაცხება რეპეტიციებს და რაღაცებს პრობლემაა დღეს დღეშობით მართლა პრობლემაა ერთად შეკრება ამდენი ხალხის და დაჟდომა რომ მუშაობა მithundes მუშაობა სხვა ქალაქში ახლა ჩვენს ქალაქში რაღაც ჩვენს ქალაქში როდეს ახლა იცი რომ თქვა რაღაც კუთხე მაინც გაქვს შექმნილი და ხან ერთ ადგილზე გვიწევს რეპეტიცია ხან მეორე ადგილზე ხშირად ხდებოდა ისეც რა კონცერტი რო ინიშნებოდა საერთოდ რეპეტიციაც გერდდებოდა ანუ რა და რთულია ძალიან რა ძალიან დიდი დანებითი ენერგია მოდის ეს კონცერტზე და თუნდაც ეს შემოხედვა და გაცინება და ყოფნის რომ ერთი სამი კონცერტი კიდე ზედიზედ დაუკრა და დადებითი ენერგია მოდის რა ერთმანეთს ვავსებთ მაგრამ სცენაზე
შეიძლება რომ შემოხედოს. არის სცენაზე ესეთი შემოხედები და ის მაყურებლის თვალში სხვანაირად ჩანს, რა გონია რომ რაღაცა არ იცი და ის ანიშნებს და აქ სულ სხვა ეს არის რა იცი, ესეთი ასე უხეშად რო სულიერი ურთიერთობის ვარიანტია რა. რომ ერთმანეთთან საზრდოობ, რა ერთმანეთის ენერგიით გააჩნია იმის გარდა, რაც ხალხისგან მოდის კიდე. მაგი აუცილებელია, ისე არ იყოს რომ უკრავდავსი. თუ კი 5 კაცი და 6 კაცი ერთადაა და თუ კი ჯგუფია, ანუ ყველა ერთად შეკრულია და ერთად მუშაობს და არ შეიძლება უბრალოდ რომ ერთი ვიღაც არ იყოს და ორმო იმუშაოს ერთად რა და ის მოვიდეს და მე დაუყრას ეგრევე რა და იყოს კარგი რა, იმიტომ რომ ემოცია, გრძნობა, რაღაცა ახსნა, ურთიერთობა მაგიდან მოდის ეგ ყველაფერი თუ რა. მაშინ არის მეორე მეთოდი, შესანიშნავი მეთოდია დაწერთ ნოტებს, პარტიტურა ეგრეთ წოდებული, დაულაგებ მე და ადგილიანად დაუკრავენ რა. ეგ სულ სხვა ფორმაა ურთიერთობის რა. და ის ფორმა რაც ჩვენ გვაქვს, მოითხოვს სულ სხვა რაღაცებს რა. ჩვენი ყოველი შეხვედრა მუსიკალური თუ ცხოვრებისეული, ხო, რაღაც ყოველთვის ახალს და ლამაზ კომპოზიციას, ასე ვთქვათ, ბადებს და უბრალოდ ჩვენი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ ამის გადატანა სცენაზე შეგვიძლია. რაზეც აი ეს ბოლო 3 კონცერტი თუ ესწრებოდით, ალბათ გახსოვთ და ერთ-ერთი აი ამ ერთობლივი ნამუშევრის გამოხატულებაა. მე რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ამ დღეებში ეს იყო სამეფო უბნის თეატრი, იმიტომ რომ მართლაც მიწისძვრაზე უფრო მეტი ენერგეტიკა მოდიოდა ამ კონცერტზე. თელ მის რეპერტუარში უმეტესობა სიმღერების არის უტექსტოდ და მასრულებით არ ჭირდება, იმიტომ რომ იმდენად გამოხატავს თავის ამ რაღაც შენაგან ამ ენერგეტიკას, რომ ყველა ვინც იქიდა იმ დარბაზში ყველას ელაპარაკებოდა და ყველა იგებდა ესეთ ამას. ამ კონცერტში, რომელიც ეხლა მიმდინარეობს და ეხლა ჩატარდა, ხო? სამეფო უბნის თეატრში. ამაში გავაკეთეთ აბსოლუტურად განსხვავებული ვერსია მხოლოდ ნინოსთვის. ხოლო უკვე იმ ახალ პროექტში, რომელიც იქნება უცხოეთში და შემდეგ იქნება ჩვენთან დიდ საკონცერტო დარბაზში, ნინოსთან ერთად ამ და სხვა კომპოზიციებს შეასრულებს დიდი სიმფონიური ორკესტრი, დიდი კაპელა, პლუს ბექ ვოკალი სეიშენის სახით და ინსტრუმენტული ჯგუფი, რომელსაც ახლა სპეციალურად შევკრიბავთ და ნუ ცხადია თავისთავად ნინო და ინსაიტი იქნებიან ძირითადი ამ კონცერტის მონაწილეები. ვენაში დაიგეგმა საქართველოს ხელოვნების ძალიან დიდი ფესტივალი. მე მაინც მიუხედავად იმისა, რომ ნინო ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, ასეთივე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ჩვენს ქართულ ესტრადაზე. და არ გავრისკე, რომ მთლიანად ჩემ თავზე ამებოს შერჩევა და ვინაიდან და რადგანაც ამ პროექტს აფინანსებენ ავსტრიელები, მე გადავწყვიტე, რომ ჩამეტანა თითქმის ყველა მომღერლის ესეთი ყველაზე ნაყოფიერი ნამუშევარი და შემდეგ ავსტრიული და სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი პროდიუსერების ერთობლივი განხილვის შემდეგ მათ გადაეწყვიტათ თუ ვის დაასპონსორებდეთ და ვინ იქნებოდა ამ ფესტივალის ერთადერთი მონაწილე ამ მუსიკალურ ჟანრში. ნუ ჩავიტანეთ 15-20 კომპაქტ დისკი, ხო? და დავაგზავნეთ 10 საკონცერტო დარბაზში. და აბსოლუტურად უკლებლივ ყველა საკონცერტო დარბაზიდან და ყველა ასე ვთქვათ პროდიუსერის მხრიდან მოვიდა ერთი და იგივე შეფასება, რომ ვენაში ამ ფესტივალზე მხოლოდ და მხოლოდ თუ ვინმე უნდა იმღეროს და აინტერესებთ, ეს არის აი ის გოგონა, რომელიც მღერის ამას და ამას, ანუ ნინო ხათამაძე.